აი ამ ყველაფრის კომპენსაციას აკეთებს ერთი რამე. თუ ძალიან გიყვარს შენი საქმე. ბევრად ადვილად ართმევ თავს იმ რაღაც ბარიერებს, დაბრკოლებებს იმ რაღაც თქვათ დაბალ ხელფასებსაც და უნდა გიყვარდეს. მარტო ჩვენ არ ყო ხა თაობები მოვიდა ხა მამაჩებსაც ხო დაბალი ხელფასები ქონდა და ეხლა იმ ჩვენი წინა თაობის მსახიობები მახსოვს ეხლა ხო თქვათ აი რა როგორი ფინანსური შემოსავალი ქონდათ არაფერი ხო აი ხელფასიდან ხელფასამდე 90-იანებში მით უმეტეს. ხო 90-იანებში საერთოდ კატასტროფა მოხდა იმიტომ რომ აი რაღაც თქვათ 250 მანეთი იყო ხო ხელფასი რაღაც შემოვიდა კუპონები და 250 კუპონი მე რა იყო თქვენც არ ვიცი ხა გამოცემით ყოველ შემთხვევაში არაფერი არა საერთოდ არაფერი არა აბსოლუტურად არაფერი არა ამ ხალხმა ძალიან ძიმედ გადაიტანა ეს ყველაფერი ხა ადრეს თქვი სამ თეატრში მუშაობდი რომ დავამთავრე რა თეატრალურ უნივერსიტეტი რუსთავში აქ ბოზარჩი და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირში მსახიობთა სახლში 3-დან გამოდიოდა რაღაცა 100 ლარი თუ რა 33 32 35 თქვა აი ესეთი ხელფასები ხო მაგრამ ეს იმდენად მაშინ ახალგაზრდა ვიყავი ხო თქვათ ეხა ოჯახი არაფერი რაღაცები შენთვის ახარ ხო და იმდენად არ მაწუხებდა ერთი რამე თქვა სიტყვაზე რომ აი გამომდიოდა თუ არ გამომდიოდა სცენაზე გოლი დამაკავებდნენ თუ არ დამაკავებდნენ აი ამ ყველაფერით ვიყავი მოცული აი იმისთვის ცოტა დრო მრჩებოდა თქვა სიტყვაზე რომ მეფიქრე რომ აი რაღაცა დავალაგო ერთი ცხოვრება გემრიელად და კარგად არ ფიქრობ რა როცა გიყვარს ხარ თავიდან ბოლომდე ამ ამბავში იმედია ჩვენი შვილები გაცილებით უკეთეს საქართველოში იცხოვრენ რა თქმა უნდა